სომხეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ტექნოლოგიური პროექტი წამოიწყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება $500 მილიონ აჭარბებს. პროექტის პარტნიორებად ერთვებიან სომხეთის მთავრობა, პლანეტის უმსხვილესი AI კომპანია NVIDIA, საინვესტიციო ჰოლდინგი Firebird და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი კომპანია Team Group. პროექტის საფუძველს ახალი თაობის AI ქარხნის გახსნა წარმოადგენს, რომელიც აღიჭურვება ათასობით NVIDIA Blackwell GPU-თი, რაც სომხეთში პირველ მაღალი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს შექმნის, რომლის ელექტრონული სიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს. ამ პროექტის წყალობით სომხეთი კავკასიის რეგიონში უდიდეს AI ცენტრს მიიღებს, რომელსაც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის მხარდაჭერა ექნება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის განსაკუთრებით პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს. როგორც წესი, ქვეყანა, რომელსაც NVIDIA-ს მასშტაბის ტექნოლოგიური კომპანია ირჩევს, საერთაშორისო ინვესტორებისათვის მომენტალურად საინტერესო ხდება, რადგან ასეთი ზომის კომპანია ქვეყნის ბაზარზე საფუძვლიანი კვლევის ჩატარებისა და რისკების შეფასების გარეშე არ შედის. შესაბამისად, NVIDIA-s მხრიდან სომხეთის არჩევა იმის დასტურია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი გარემოა, რაც დიდი ალბათობით მომავალში სხვა კომპანიებსაც უბიძგებს მსგავსი პროექტების განხორციელებისაკენ. ახალი AI ქარხანა სომხეთის ტექნოლოგიურ განათლებას და მეცნიერების განვითარებასაც ემსახურება. დაგეგმილია მაღალი დონის კვლევითი პროექტების სასწავლო ცენტრებისა და ტექნოლოგიური ინკუბატორების შექმნა. ეს ყველაფერი კი იმას გამოიწვევს, რომ სომხეთში აღიზრდება IT სპეციალისტების ახალი თაობა, რომელთაც საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებისათვის უცხოეთში გადასვლა აღარ მოუწევთ, რადგანაც NVIDIA და მსგავსი მასშტაბის კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე იქნებიან ხელმისაწვდომნი. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვინების გადინების დინამიკას, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში AI hub-ის შექმნით სარგებელს მხოლოდ ის არ მიიღებს და პოზიტიური ეფექტი რეგიონის სხვა ქვეყნებზეც აისახება, მათ შორის საქართველოსაც. რეგიონში NVIDIA-s გამოჩენა იმის დასტურია, რომ მომავალში აქ სხვა მსხვილი კომპანიებიც შემოვლენ. ეს კი ტექნოლოგიური უნარების დაუფლებისათვის კიდევ ერთ ძლიერ არგუმენტს წარმოადგენს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ დატა ცენტრების მშენებლობა თავისი არსით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას გულისხმობს. სომხეთი კი ენერგიით მდიდარი სახელმწიფო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას საქართველოსათვის, რომელსაც შეუძლია სომხეთში ბაზირებული მონაცემთა ცენტრები ელექტროენერგიით მოამარაგოს, რაც ქვეყანას დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ NVIDIA-მ და მისმა პარტნიორებმა საქართველოს სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ ქსელით სარგებლობა გადაწყვიტა, რადგან ამ პარამეტრით ჩვენს ქვეყანას სომხეთთან შედარებით დიდი ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. მართალია, უკეთეს შემთხვევაში NVIDIA კავკასიის რეგიონში გაფართოებისათვის საქართველოს აერჩევდა, თუმცა სომხეთის ეს წარმატება მაინც შეიძლება მთელი რეგიონისათვის დიდ გამარჯვებად ჩაითვალოს, რადგან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შემოსვლას დიდი ალბათობით აუცილებლად მოჰყვება სხვა მსხვილი კომპანიების გააქტიურება და კავკასიაში ინვესტიციების ნაკადის ზრდა. NVIDIA-s დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Jensen Huang, რომელიც $127 მილიარდი ქონებას ფლობს და პირადად არის ჩართული პროექტში, ამ ინიციატივას განსაკუთრებით პოზიტიურად ავასებს. მისი თქმით, AI ქარხნები 21 საუკუნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომავალს წარმოადგენენ. Huang-ის აზრით, NVIDIA ახლა რეგიონში AI-s განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის ძლიერ ფუნდამენტს ქმნის, რაც სამომავლო განვითარებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. როგორც ცნობილია, ამ პროექტის განხორციელება 2026 წელს იგეგმება. მის ფინანსურ საკითხს, რაც შეეხება ინვესტიციის უდიდეს ნაწილს, Firebird-ის და Team Group-ის ინვესტორები ჩადებენ. NVIDIA კი ტექნოლოგიური პარტნიორის როლს შეასრულებს, რომელიც ქარხანას საჭირო მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით მოამარაგებს. მართალია, პროექტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ სომხეთის მთავრობა პროექტისთვის გამოყოფს მიწის ნაკვეთს, საგადასახადო შეღავათებს, სუბსიდიებს და თანაც გაამარტივებს ბიუროკრატიულ პროცესებს. აქვე ცნობისთვის გეტყვით, რომ NVIDIA-s კაპიტალიზაცია $3,540 მილიარდ შეადგენს და ის პლანეტის რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა. დიდი ალბათობით ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ სომხეთის დაინტერესება ერთი გარემოებით არის განპირობებული. NVIDIA-s ვიცე-პრეზიდენტი და ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რევ ლებარედიანია, რომელიც წარმოშობით სომეხია და სწორედ ის არის ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მთავარი ლობისტი.